სადგანან ერთი ესენი. ველოდებით ტაქს ბებომიდის წერეთელზე ზაკო გააცუნცულებს. ჩემი ზაკუნა. გალო. დედაშვილი. ეტარას განიხილავენ ერთი. მე მოთვალ თვალე დამნიშნე ზაკ. ტაქსი მოვა მალე. დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? როგორც ხედავთ, ნორმალური ამინდია, ზამთარს რა შეეფერება. სამწუხაროდ მარიკო გამიცივდა, ყავს საკმაოდ ცუდად, აქვს პირღებინება და ყველაფერი რა ვიცი, რაც შეიძლება რომ მოიფიქრო ყველაფერი თითქმის. არა რთულ ფორმებში ვერ ვიტყვი, რომ რამე ისი აქვს, ანუ ხო ხდებით ფაღარათი არ აქვს, თორე ეგრევე ალბათ კლინიკაში გადავიყვანდი. ფაღარათი საბედნიეროდ არ აქვს. ახლა დედა მიდის, რომ კიდევ დამატებით წამლები მოვუტანოთ. ხო და რა ვიცი, იმედია კარგად იქნება, თორე ყველანაირი განწყობა და ყველაფერი საერთოდ განადგურებული მაქვს, როგორც ყველა დედას ამ დროს. ხო და ჩემი ბაწაწუნები. გილოცავთ მეგობრებო, დღევანდელ დღეს ყველაფერს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ძალიან ამდენი ხნით შემოგირბინეთ. მინდოდა მომელოცა დღეს მძიმე დღე გვაქვს მარიკოს ყველაფერი არ ვიცი დღეს ცოტა უკეთ ჩათვალეთ რა საღამოს წამოვაყენე ფეხზე დღეს ვერაფერი ვერ ვქენი ვერც ერთ პლატფორმაზე და ზოგადად სახლშიც ვერაფერი ვერ ვქენი, იმიტომ რომ დილიდან ღამემდე, ასე ვთქვათ, მარიკოს დავსდევდით. მადლობა ღმერთს გამოკეთდა ბევრად საღამოს, უკვე ცოტა არა უშავს და ეხლა ხედავთ უკვე ენერგიაზეა, თუმცა მთელი დღე ფაქტობრივად საწყალში გაატარა ანქორხანზე და ასე შემდეგ. ყოლყომი არ მიჭამია ბალღის ხარ ხო. შე გაინტერესებს, მაგრამ რა ვიცი. ისევ გაინტერესებს ხო? ახლა. დილიდან აბა მომწეროსო თუ შევა თქვენთან გასაუბრება შევთავაზება გქონდა და მე აბა ზვანუკისა მირეკავ რა. ხო არა ურეკავ მე საქმე არა მაქვს. სადაც მაგ ზანგარი ხო. ხო და ის არის. გისმეთ. გავდადუდო და რამდენ ხანში დაიკელით? სამთვეში. ერთ თვეში დაიკელეთ. გადმოვკარგეთ თორემ და შევახტი ხახაში. რა ზამბე უთქვი. სამთვეში ერთ თვეში უნდა ვიყო, სამი თვის დასაკლები. მე ვთქვი, ხო? ხო და
ხოდაო, ნახე თუ რას გთავაზობთო, აბა ყურადღებით მისმინეთ, უთხრა დასკვეტილი ვარ გისმენთ. გახსნიო წყალშიო, ამა რაღაცა სითხია თუ რაღაცა რა თქვიფო, რა უკვე წყალი უნდა დალიდო, წყალივით არის რაღაცაო მერეო. სმუზა თუ რა ქვია გოგო? უი, დეიტა რა ქვია გოგო იმას? კოქტეილი, ხო. ხოდა მერეო მოიხარშავო ქათამსაო, ანა თევსაო. რა ისავ, მე თევსა რომ მივდივარ, ხო ისეთი ჯვრია, არ ქერდები, კრუგავ მე ვთხარ. კრუგავ ხო იცით რა არის ხალხო? კრუგა, უი, დეიტა, ხო. კარგი თუ ქათამი მოიხარშე თუ ანა რაღაცა რა ხორცი ცილაო რა, ხო, გავიგე, ცილა კვერცხიც არის, მე ვთხარ რომ 50 მოვხარშავ შევჭა. მე რა ხდება მე ვთხარ. ცოტაო, ის კი არა, 10 ლატუკი. მერეო მოვაო ხო შუა დღეო. შეჭამ ერთ ვაშო. აბა 100 გრამს რო იწოდიდეს რა, ისე ეკონომიურად. უკვე დამცხა. მერეო მოვა შუა დღეო. ისე გახსიო კლაპ დალევო. კლაპს მე ვამატებ თორე ეგრე კი არ ვთქვამს. დალევო მე რა ხდება მე ვუთხარი. უკვე შო ხალხო, წარმოდგენით უკვე ისე ცუდა თავა რომ დამეცაწნევა და უკვე შო, კუბოში ვარ. მე თუ მაგალითად ვერ წერია. ხო. ხო. ხოდა მერეო გენაცვალეო, ეს უკვე ისიაო არსებულიო ხო ორგანიზმი რომ არ მოგშივდება. მე ვთხარი ეგრე არ მგონია იყოს. რა მშვიდობა მე ვთხარი ფაქტობრივად ნახევარ ბარკალზე ვარ დღე მე ვთხარი ხო ეგრე გამოდის. ესაო ასეთი ის არის რომ აჯანსაღებს ხალხო შეება გადასარევიც იყოს და კაციც იყოს და კუციც იყოს მაგრამ ზედავაში უნდა დააწერო. ამით კი არ იკლებ, შიმშილობ და იკლებ. არიცი რა, რა სითხები შვილის გაკეთებ და შვილებ თუ შიმშილე ხალხო, ისედან დავიკლებ. რატმი და ხა ეგ სითხები ვყლაპო გაფცევ მამიდა შვილებს, ახლა დავლებ წყალსა, ხო? არ ცოტა ბიაზრი ვერ გამოვიტანე და თქვენ უბრალოდ ვერ ჩაწვდით თუ მე რა ჩაწვდა უნდა გამხდა ვიშიმშილო ეს იქ და უბრალოდ ეგ წვენი სვა. აჰა მე ტიშინებს მე ვერ გამოვიტანე მე ვთქვა. ახლა თქვენ არაც გიდაქენით. ხო და ძალიან გედოთ ასეთი გაურკვეველი რაღაცეების გამო დავირეკავთ. არა ვსვა მე მაგ რაღაცეებს. ჩემი ბედი რო ვიცი ხო? ერთხელ დავლევ და ერთ კვირაში კუბოს კაც ეგრევე. ეგ ბედი მაგ რაღაც და რა. რაღაცები უნია თუ ბედი მაგ. ხო და არიცი ხო ეგ ასითხები რა არის მაგრამ. აჰა ნახევარ ბარკალს უნდა ვიცხოვრო ესე იგი.